არსად არ დაღრილა იმდენი სისხლი, არსად არ ყოფილა იმდენი ნგრევა და ხანძარი, რამდენიც მტკვარზე ნაგები ამ დიდებული ქალაქის გულში. თათრის ურდოები, დიდი თემურლენგის აფთრები, მაჰმად ხანის ბრბოები, თურქთა და სპარსთა ურდოები, რისხვის ნაკადივით გადავლებია თავზე საქართველოს ტანჯულ დედაქალაქს. ხშირად დამსგავსებია მტკვარის სისხლის მდინარეს, ნაპირებზე რომ გადადიოდა ქრისტიანთა ტაძრები, ძველი სასახლეები თუ მაჰმადიანთა მეჩეთები. ხშირად ერთნაირად იფერფლებოდა მტრითა და ფერფლით, მაგრამ ყოველთვის ახლად აშენებდა და ამშვენებდა ეს საოცარი ხალხი თავის შედევრებს. რობერტ ბლაიშტაინერი, ავსტრიელი ენათმეცნიერი და ეთნოგრაფი. ქართველი ერი ეს ფენიქსის ერია. შეიძლება დაითვას, დაიფერფლოს, მისგან არაფერი დარჩეს. თუმცა დროთა განმავლობაში ის ფერფლიდან აღსდგება და განაგრძობს ბრძოლას უკვდავებისთვის. დიდება ერს, სიკვდილი მტერს.